ეპიზოდი ნომერი 2. ფულს, რომელსაც ეს ვიდეო გამოიმუშავებს, ვაბრუნებთ ამ Skyline-ის პროექტში, სადაც ამ RC დრიფტერს სრულ მონსტრად გადავაქცევთ. სულ დავხარჯეთ 360 ლარი და გამოვიმუშავეთ 45 ლარი. ამიტომ ჯერ კიდევ მინუსებში ვართ. წინა ეპიზოდში ამ Skyline-ის ახალი დისკები და საბურავები დავუყენეთ და ცოტა დრიფტიც გავაუმჯობესეთ. დღევანდელ ეპიზოდში კი დავარეგულირებთ ბორბლების დახრილობას, როგორც წინ, ისე უკან. ამანქანის შასი კი სრულად რეგულირებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნაწილების ყიდვა არ მოგვიწევს. უკვე ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება. ის თუ რამდენად კარგად იდრიფტავებს მანქანა პირდაპირ არის დამოკიდებული ბორბლების დახრილობაზე. პირველი რაც უნდა დავარეგულიროთ, ეს იქნება კემბერი, ანუ ბორბლის ვერტიკალური დახრილობა. როგორც წინ, ისე უკან დავაყენებთ ნეგატიურ კემბერს, უკან ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ მანქანის დგომს მოუხდება. წინ დაახლოებით გვჭირდება -6-დან -8-მდე, ხოლო უკან 0-დან -2-მდე. მეორე რასაც დავარეგულირებთ, ეგ იქნება თო, ანუ ბორბლების ჰორიზონტალური დახრილობა. წინა ბორბლები უნდა იყურებოდეს გარეთ, რაც დაგვეხმარება დრიფტის ინიცირებაში, ხოლო უკანა ბორბლები ოდნავ შიგნით, რომ მანქანა უფრო სტაბილური იყოს. და ასე გამოიყურებოდა ჩვენი მანქანა, სანამ რამეს დავატუნინგებდით. და აი, ასე გამოიყურება ტუნინგის შემდეგ.